სტუმარი უკვე ჩვენთან არის. ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ფესტივალი ოქროს პეპელა, საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალია და ახლა ვისაუბრებთ სწორედ აღნიშნულ საკითხზე. აი ასეთი სასიამოვნო ანიმაციის შემდეგ გადავდივართ უკვე თემაზე. საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა, რომელიც 2011 წელს დაარსდა და დაარსდა თბილისის ევროპული სკოლის საბავშვო სატელევიზიო სტუდიაში. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპანია ოქროს პეპელა, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კულტურულ, საგანმანათლებელ და შემეცნებითი პროექტების ორგანიზება. შესაბამისად, დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც გახლავთ ფესტივალის დირექტორი ბატონი ირაკლი ჯავშვილი, უფრო მეტ დეტალს გვეტყვის აღნიშნული ფესტივალის შესახებ. მოგესალმებით ბატონი ირაკლი. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი ხანი ყოფილა ხომ, რაც ეს ფესტივალი არსებობს 2011 წლიდან დღემდე საკმაოდ ბევრი დროა. ასე რომ მოდით მოგვიყევით, რა გზა გაიარა ფესტივალმა და როგორ მოვიდა დღევანდელობამდე. მოკლედ, საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ჩვენი პეპელა. ეს ამბავი, როგორც თქვენ ბრძანეთ, 2011 წელს დაიწყო. როგორც კი მითხრეს ამ იდეის შესახებ, გამიზიარეს ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ახალგაზრდების განვითარებით, კინოხელოვნების, ტელემიმართულებით, მთხოვეთ ჩავამეყალიბებინა ესეთი სტუდია ერთ-ერთ კერძო სკოლაში, თქვენ ბრძანეთ, ეს არის ევროპული სკოლა. ისტორია იწყება 2007 წლიდან. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე შევქმნით უნიკალური, მართლაც უნიკალური სივრცე, არა მარტო საქართველოს, შეიძლება ითქვას ამიერკავკასიაშიც და მსოფლიოშიც არ არის ისეთი სკოლები, სადაც დამოუკიდებელი საკაბელო ტელევიზია არსებობს შიდა სივრცეში, ასე ვთქვათ, და ბავშვები მართავენ, ბავშვები სწავლობენ ამას ყველაფერს, თვითონ მართავენ, თვითონ შემდეგ იღებენ პატარა სიუჟეტებს, გვაქვს ნიუსების ჯგუფი და ასე შემდეგ. და შემდეგ მოვიდა დრო, როდესაც იმდენად დაგროვდა ეს მასალა, იმდენად საინტერესო გახდა ეს ყველაფერი, რომ გადავწყვიტეთ, რომ ფართო აუდიტორიისთვისაც ყოფილიყო ცნობილი და ერთ-ერთი ესეთი ღონისძიება იყო მაშინ, ესე დავარქვით, ფესტივალი უწოდეთ ამას ყველაფერს, მაგრამ სასკოლო მასშტაბით ჩავატარეთ კლასებს შორის კინო ფესტივალი და მოიწონა ეს საზოგადოებამ და მას შემდეგ უკვე მე-15 წელია ფესტივალმა უკვე მასშტაბებით შეიძინა, გახდა საერთაშორისო, გვიგზავნიან უცხოელი ბავშვები ფილმებს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი არის წარმოდგენილი და მათ შორის ევროპული სკოლის ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები. ეს მიღწევა, რომ რეგიონებიდანაც მოგაწვდინეს ხმა, ასე რომ ვთქვათ. მთავარი ნიშა და იდეა, რომ გითხრათ ამ ფესტივალის, რამდენადაც ვიცი, ანუ წახალისების მიზანი აქვს ამ ყოველივეს. ჩვენი მიზანია პირველ რიგში, რომ ბავშვებს მივიწევთ მეტი პირველ რიგში ზეიმი მინდა რომ იყოს ეს. ყოველი ფესტივალი უნდა იყოს ბავშვებისთვის ზეიმი და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კუთხით შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, ისეთი გარემო, რომ მშობელიც, მასწავლებელიც, თვითონ მონაწილეებიც იყვნენ ბედნიერები და ეს ბედნიერების სივრცე ნამდვილად არ გვაკლდა ეს წლები და ეხლაც ესე გვექნება. ბავშვებისთვის წახალისების მიზნით შევქმნით ფესტივალის ნომინაციები. ჩვენ გვაქვს 10 ნომინაცია. ეს ისეთივეა, როგორც მაგალითად დიდ ფესტივალებზე. შეიძლება ითქვას, როგორც ოსკარზე. გადმოვიგეთ ეს მოდელი, ასე ვთქვათ, ოსკარი. ანუ აჯილდოვებთ საუკეთესო რეჟისურას და საუკეთესო მსახიობს. იდეა, ხო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ტრამპლინივით გვაქვს ჩვენ მოფიქრებული, რომ იყოს მომავალში, როგორც ამბობენ, რომ ჰოლივუდი ეს არის ოცნებების ფაბრიკა. ჩვენი სლოგანიც ესეთია. ნამდვილად გამოგივიდათ. ბატონი ირაკლი, დარწმუნებული ვარ, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავ ნიჭიერ ბავშვს აღმოაჩენდით, რომელსაც სწორედ აღნიშნული ფესტივალის მეშვეობით გაიხსნებოდა ასპარეზზე, ალბათ ამ მიმართულებით და შესაძლოა მომავალში პროფესიაც სწორედ აქედან გამომდინარე აირჩიონ, ხო? ეს ალბათ ძალიან სასიამოვნო არის თქვენთვის და ზოგადად ორგანიზატორებისთვის.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი, აი მან და არის ინფორმაცია, რომ 3000-მდე ბავშვი მიუღია მონაწილეობა უკვე ჩვენს ფესტივალში, როგორც რეჟისორს, როგორც სცენარისტს, როგორც მსახიობს, ეპიზოდურ როლებში და ასე შემდეგ. ეს არა მარტო საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულისხმობ. და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გააგრძელეს შემდეგ განვითარება ამ მიმართულებით, გახდნენ კინორეჟისორები, არიან ტელეწამყვანები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი, ახლა მამაც ჩამოსვლას არ დავიწყებ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი პეტრე თომაძე, რომლის მიერ შექმნილი ანიმაციაც თქვენ ნახეთ, ზუსტად ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი წლის გამარჯვებული გახლდათ და ის არ გშორდება ჩვენ და არა მარტო ის ბავშვები, რომლებიც უკვე ასაკობრივ ზღვარს გადიან და უკვე ხდებიან სტუდენტები, შემდეგ უკვე იწყებენ საქმიანობას, მუდმივად ჩვენი ფესტივალის მეგობრებად რჩებიან და როგორც მენტორები ეხმარებიან უკვე ბავშვებს, ახალგაზრდებს. და პეტრეზე მინდა გითხრათ, რომ ის იმდენად პროფესიონალია, რომ მას უკვე ჟიურის წევრადაც კი იწვევენ სხვადასხვა ფესტივალებში. ჩვენიერი, ეს უკვე წარმატება. უთხრათ მაყურებელს, სად გაიმართება ფესტივალი? გაიმართება ეროვნული არქივის კინოდარბაზში, კინოთეატრში, არაჩვეულებრივ ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ეს ადგილი, ეს ლოკაცია უკვე მესამე წელია ჩვენთვის არის და დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ არაჩვეულებრივი სივრცის დათმობისთვის. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდით დგას და აი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფესტივალი იყოს სიცოცხლის უნარიანი და კიდევ უფრო ბევრის მომცემი ახალგაზრდებისთვის. ასევე არ მინდა დავივიწყო კინოცენტრის დამსახურებაც და კულტურის სამინისტროს დამსახურებაც. კი ბატონო, ბატონიკლი, სამწუხარო დროში ვართ შეზღუდულები, ჩვენ გვინდა რომ ის კლიპი გავუშვათ და დავუტოვოთ მაყურებელს, რომელიც თქვენ მოგვიტანეთ და ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა და მოკლედ რომ გითხრათ ამ კლიპთან დაკავშირებითაც და დაგიშვით. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო ფესტივალებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტად ვიმუშაოთ არაფორმალური განათლების კუთხით და ერთ-ერთი ესეთი პროექტი გახდა ჩვენი ორგანიზაციისთვის ინკლუზიური განათლების შეტანა იმ ორგანიზაციებში, სადაც საჭიროებენ ახალგაზრდები. ეს იყო წელს კონკრეტულად ჩვენ გავიმარჯვეთ Creative Georgia's შემოქმედებითი საქართველოს კონკურსში და მოგვეცა საშუალება, რომ თბილისის 203 საჯარო სკოლაში გამგვეხორციელებინა პროექტი კინო ფოტოხელოვნება სმენა დაქვეითებული და სმენის არ მქონე ახალგაზრდებისთვის. და მე მოვიფიქრე ეგეთი ეთქვარი სოციალური რგოლი შეიძლება ამას დავარქვათ, უსიტყვო პოეზია. და აი თქვენ ახავთ ახლა აი ჟესტების ენით როგორ გრძნობენ ბავშვები პოეზიას და მე ეს კლიპი ვნახე, ძალიან სასიამოვნო სანახავია და მაყურებელიც ისიამოვნებს სამრივით აქვს საშუალება. და მინდა გითხრათ, რომ ეს ბავშვები წელს მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს ფესტივალში. ჩვენიერია, ძალიან დიდი მადლობა წარმატებები თქვენ. მაყურებელს კი ვუტოვებთ ვიდეო რგოლს, რომელთაც ისიამოვნებთ. ჩვენ კი გემშვიდობებით ორ შაბათამდე, სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ. ორ შაბათამდე.
მოგესალმებით.